ეს არის პერიოდი, როდესაც დაახლოებით მოსახლეობის 1%-მა იცის წერა-კითხვა. ანუ რაც არ უნდა წერო შენთან ამავდროულად, არავინ არ წაიკითხავს, იმიტომ არავინ ეს არ იცის. და ეგ ძალკე პრობლემაა და კიდე ვინ წერა-კითხვა იცის, კიდე ეს ხალხი ფაქტობრივად სამ ქართულზე ლაპარაკობენ რა, განსაკუთრებულ ენა აქვს საეკლესიო ეკლესიას, სასულიერო პირებს, ჯერ კიდე იყენებენ ნუსხური დამწერლობით ტექსტებს და ეს რთული ქართულით საუბრობენ, როცა ქადაგებაა. სხვა ენა აქვს თავადებს, რომლებიც ესე იგი თუკი რუსი წარჩინებულები ფრანგულს ეუფლებოდნენ, ქართველებმა რუსულიც ისწავლეს და ეხლა ფრანგულსაც ეპოტინებიან, ესე ვთქვათ, და ქართული აი რაღაც ცოტა ისე ითვლება რა, უსიამოდ. და გლეხი, რომელიც სხვა ენაზე ლაპარაკობს, წერა-კითხვა არ იცის. აი ამ საზოგადოებაში გინდა ერი ჩამოაყალიბო. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ერი არ არსებობს იმ მომენტში, თვითონ წერს ილიაც ამას, ამბობს რომ ქართველმა იცის ქართელია, კახელმა იცის კახელია, იმერელმა იმერელია, მაგრამ ქართველი ვარ ანავინ აღარ ამბობს. საქართველოს სიტყვა აღარ არსებობს.